გიპოვე? ზუსტად ვიცოდი რომ რაღაც ესეთ ადგილას იქნებოდი. თევზა უნდა ანკის სახში დავჭი. ეგ ხუმრობი. თევზი უნდა დავამარინადო 24 საათი კარგ მარინადში და ხვალ აღდგომაზე გარეთ გრილზე უნდა შევწვა კარგად. და ნამდვილი გურმანული სააღდგომო სუფრა გვექნება, ხო? მე ინდაურის ფილე ვიყიდე. ინდაური ძალიან კარგი. მაგრამ ის დესერტი არ უნდა გაკეთო? დესერტს რა თქმა უნდა მოვამზადებ. თუნდაც გრილზე. გრილზე დესერტი. კი, გრილზე იქნება დესერტი. ესე იგი მართლა რა ის სააღდგომო გემრიელი შეიძლება არ იყოს გურმანული სააღდგომო გვექნება, ხო? კი. ესე იგი, შენ გააგრძელე თევზის ჭერა. ბადე მჭირდება, მეგონი ბადეს ავიღებ და. და მე წავალ ვიყიდე ჩემი დესერტის მთავარ ინგრედიენტს. მაქვს სამი სახეობის თევზი. კალმახი, ქაშაყი და ორაგული. სამივე თევზს მოვუმზადებ მარინადს და соусებს. დავიწყებ კალმახით. კალმახი პირველ რიგში უნდა გავასუფთავოთ, ფილირება უნდა გავაკეთოთ. ფილირება ხდება ძალიან მარტივად. ზედმეტი ფარფლები უნდა მოვაშოროთ. ქვედა ფარფლებიც. შემდეგ ჩაუჭრათ თავთან. ასე. მივყვეთ ხერხემალს. და შემდეგ მარტივად ავათალოთ ფილე. კალმახის პირველი ფილე მწად არის. ანალოგიურად გავაკეთებ მეორე მხარეს. მეორე ფილეც მზად არის, დროა დავიწყო მარინადის მომზადება. მარინადს მოვამზადებ აზიურ სტილში, იქნება ძალიან გემრიელი, იქნება ცოტათი მომჟავო და მოტკბო, გაჯერებული აზიური სუნელებით. ჭირდება ჯამი, ძმარი, დაახლოებით 40 მილილიტრი, წითელი წიწაკა, თევზის соуსი, არომატს მისცემს მარინადს, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, რა თქმა უნდა, ჰოისინ соуსი, რომელიც ეს არის ქლიავის соуსი, 2 სუფრის კოვზი, სოიო соуსი, დაახლოებით 3 სუფრის კოვზი. ამას ყველაფერს კარგად გავხსნი ერთმანეთში. დაუმატებ აზიურ ხუთ სუნელს, ეს არის ანისის ვარსკვლავი, ჯავზი, დარიჩინი, თეთრი პილპილი და ცოტათი ქინძი. კარგად გავხსნი სუნელებს ძმარში და დაუმატებ ახლა ზეთს. ზეთი მჭირდება მინიმუმ 200 მილილიტრი. ინგრედიენტები კარგად გავხსენი ერთმანეთში და ამ მარინადს დავასხავ ახლა კალმახს. კალმახის მარინადი მზად არის, ამას გავაჩერებ მინიმუმ 24 საათი. ამჟავდება, გემრიელი გახდება, სუნელებიც გაუჩნდება. მოკლედ, დავიწყებ კალმახის соуსის მომზადებას. ფორთოხალი. ფორთოხალი უნდა გავფრთხილოთ და დავჭრათ უბებად. ჭირდება ჯამი. მოვათავსებ ჯამში. შემდეგ ლიმონი. ნახევარი ლიმონის წვენი. ცოტა ტკბილცხარე соуსი. დაახლოებით 2 სუფრის კოვზი, სესამის ზეთი. და ამას ჩანგვით კარგად ამოვზილა. ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი, ტკბილცხარე соуსი და სესამის ზეთი. ძალიან უხდება ერთმანეთს. ამ ყველაფერს შემდეგ ზემოდან კალმახს მოვასხავ. კალმახის соусიც მზად არის და ამასაც 24 საათი გავაჩერებ მაცივარში. ვამზადებ ქაშაყის მარინადს. ჭირდება ხახვი, სასურველია თეთრი ხახვი. გავფრთხვნი
და რგოლებად დავჭრი. ცოტა ჯინჯერი, ამასაც გავფსკვნი და დავჭრი რგოლებად. ტომატის პიურე, პომიდორს ამოვიღებ, დავჭრი წვრილად. ჩავასხავ პომიდორის წვენს. 150 გრამი პომიდორის პიურე, ცოტათი ბალზამიკოს ძმარი. მარილი და პილპილი. ზეთი. კარგად გავხსნი ერთმანეთში. ქაშახისთვის მარინადი მზად არის. ეხლა დავამუშავებ ქაშახს. მოვაჭრი თავს. მოვაჭრი ზედმეტ ფარფლებს. ქაშახს ჩავსერავ. მარინადი უფრო გაუჯდეს და მოვათავსებ მარინადში. ქაშახსაც 24 საათი გავაჩერებ მაცივარში. პომიდორი მჟავია, ქაშახს მოხარშავს, ჯინჯერი და ხახვი კიდევ არომატს შესცემს თავისი ბალზამიკოთი. ქაშახისთვის მოვამზადებ მწვანილის соуს. ჭირდება ყველანაირი მწვანილი, ქინძი, კამა, ოხრახუში. დავჭერ მწვანილს მაქსიმალურად წვრილად. მწვანილს მოვათავსებ ჯამში. მწვანილი დავჭერი. ეხლა ჩავახეხავ ნიორს. ნიორი მჭირდება დაახლოებით 5-6 კვილი, საშუალო ზომის. ამ соуს ძალიან უხდება ძმარი. უხდება ასევე საფანელი. ჩავასხავ ყურძნის ძმარს. დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ზეთი. საფანელი. 3 სუფრის კოვზი. მარილი და პილპილი. კარგად ამოურევ. ჭირდება კიდევ თეთრი ღვინო. დაახლოებით 70 მილილიტრი. ქაშახისთვის соуსი მზად არის. ამასაც გავაჩერებ მაცივარში დაახლოებით 24 საათი. ორაგულის მარინადი მზადდება ძალიან მარტივად. ჭირდება უპირველეს ყოვლისა ორაგული, ცოტა კონიაკი, კამა, ნახევარი თავი. ლიმონი რგოლებად დაჭრილი. ნახევარი ლიმის წვენი. მარილი გემონებით. ორაგულის მარინადი მზად არის. ორაგულის соусისთვის მჭირდება მოხალული ნუში. დაახლოებით 70 გრამი. ამასობაში დავჭრი ბულგარულის მჟავეს. ბულგარულის მჟავეს დავჭრი მაქსიმალურად წვრილად. მოვათავსებ ჯამში. ჩავახეხავ ნიორს. ნუშიც დაიბრაცა. ნუში უნდა დავკეპოთ უხეშად. ცოტა მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი, ბულგარულის წვენი, ზეთი და კარგად ამოურევ. ქაშაკის, ორაგულის და კალმახის მარინადები და соуსები მოვამზადე უკვე. დაველოდები 24 საათს, გემო რა გაუჯდეს კარგად და მერე გრილზე შევწვალ. ბულგარული соуსი მზად არის,
და ამასაც მაცივარში შევინახავ. იმისთვის, რომ გემრიელი და საინტერესო კერძები მოვამზადოთ გრილზე, სასურველია, რომ დავამარინადოთ პროდუქტი წინადღით. მით უმეტეს, როდესაც ხორცთან გვაქვს შეხება. მინიმუმ 12 საათით არის რეკომენდირებული მარინადში გაჩერება ხორცის, რომ კარგად გაიჟღინთოს აი ამ არომატებში. ამ შემთხვევაში მე ავირჩიე ინდაურის ფილე. აქ მაქვს სხვადასხვანაირი პილპილის მიქსი, წითელი ხახვი, რეჰანი და ქლიავი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იდეალური კომბინაცია. პლუს დავუმატებ ჟოლოს ძმარს, ეს ყველაფერი გემრიელად გაიჟღინთება და ხვალ მივიღებ იდეალურ კერძს. დავიწყეთ. პირველ რიგში ჩავყაროთ პილპილის მიქსი, დავჭრათ წითელი ხახვი. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, თავარია არომატიკა უშვას. ჩავყაროთ რეჰანი, ხოლოდ ფოთლები. ცოტა ფერსად შეუცვლის თვითონ ხორცს რეჰანი და ქლიავი. ქლიავი დამჭირდება დაახლოებით 60-70 გრამი. ამასაც ესე შუაზე გადავჭრი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 150 მილილიტრი, რომ კარგად დაიფაროს ხორცი. და ჟოლოს ძმარი, რომელიც კიდევ უფრო პიკანტურ გემოს მიცემს ხორცს. საკმაოდ ნაზი გემო აქვს, ამიტომ თამამად ჩავასხი. ძალიან მაგარი არომატი აქვს. გადავიტანოთ ახლა ხორცი. ამოვავლოთ კარგად მარინადში, ზემოდანაც დავფაროთ, დაჭრილი მწვანილით და ხახვით. დავაპლასტიკოთ. მარილს არ ვუმატებ, რადგანაც მარილი სითხისგან ცლის ხორცს და უფრო მშრალი გამოგვივა მეორე დღეს. მარილი მოვაყაროთ ყოველთვის შეწვის დროს. მზად არის შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. გრილისთვის უკვე კარგად დავამარინებდი ხორცი, მაგრამ მე გადავწყვეტე, რომ დესერტსაც მოვამზადებ, თუნდაც გრილზე. ნაწილი მზადდება აქ, ხოლო დესერტი დასრულდება გრილზე. დავიწყეთ პირველ რიგში ცომი. დამჭირდება 300 გრამი ფქვილი. ეს არის უმარტივესი ცომის რეცეპტი. შაქარი 200 გრამი. კარაქი 220 გრამი, ოთახის ტემპერატურის. და გატარებული თხილი 150 გრამი. ხელითვე მოვზილოთ, დავამტრიოთ კარაქი. ცომი მზად არის. ესეთივე ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ჩიზკეიქის ძირი, ძალიან გემრიელი გამოვა და ნამდვილად ფუიერი იქნება. ამ შემთხვევაში ცოტათი სხვა გეგმები მაქვს. გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე, ხელით, ფორმას არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავშლით, უბრალოდ გავიყვანოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე, 9 საათით. დესერტს, რა თქმა უნდა, მოუხდება და ვფიქრობ, რომ ჭირდება კრემი. მით უმეტეს უკვე მარწყვი გვაქვს და შეგვიძლია მოვამზადოთ გემრიელი მსუბუქი მარწყვის კრემი. აქ მაქვს დაახლოებით 150 გრამი მარწყვი. გადავიტანოთ ბლენდერში.
დავუმატოთ ცოტა ნაღები, დაახლოებით 150 მl, იმისთვის რომ მარტივად დაბლენდერდეს. და დავაბლენდერებ. ლამაზი ვარდისფერი მიიღო კრემმა. გადმოვიტანოთ ჯამში. დავუმატოთ დარჩენილი ნაღები, ანუ სულ მქონდა ნაღები 500 მl, 35%-იანი ნაღები. დამჭირდება 5 კვერცხის გული. პირდაპირ ჩავაგდოთ ჯამში. დავუმატოთ სახამებელი, დაახლოებით 20 გრამი და შაქარი 200 გრამი. ამოურიოთ, ისე რომ სახამებელიც კარგად გაიხსნას. ავანთოთ ცეცხლი და მოვამზადოთ კრემი დაბალ ცეცხლზე. ცოტა უნდა შესქელდეს მასა, მაგრამ არ უნდა წამოვატუღოთ. კრემი გასქელდა უკვე. გამოვთოთ. სად არის? გადმოვიტანოთ ჯამში. და კარგად გავაციოთ ხვალამდე. ეს რისი მარინადია? ნუ კამა, აჰა. ლიმონი, აბა კიდე რა არის? პორტოხალი. აჰა. აბა. რაღაც არის მძაფრი და ვერ ხვდები. თაში არ დაგილებია? კონიაკი. კონიაკი. თაში კონიაკი იგრე. შოკოლადის საღდგომო კვერცხი და ფერადი ტკბილეულით გაფორმებული პასკა. ამ ყველაფრის მომზადების საიდუმლოებას დღეს მე თქვენთან ერთად მასწავლის დავით ყურაშვილი, რომელიც დღეს გვას პინძლობს მაღაზია შოურუმ ბონასერაში და პირველ რიგში ვიწყებთ ურთიერთობას შოკოლადთან, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესი არის. შოკოლადი უკვე გავადნეთ და ვამზადებთ ახლა ყალიბში მოსათავსებლად. ამ მოძრაობით ვცდილობთ, რომ ყალიბი მთლიანად შოკოლადით შევავსოთ. ამას რომ შევავსებთ, რამდენჯერმე გავიმეორებთ. სანამ ყალიბში გაცივდება შოკოლადის კვერცხის ორივე მხარე და შემდეგ უკვე სიურპრიზია თქვენთვის, როგორ გავაერთიანებთ ამ ყველაფერს და საბოლოოდ როგორი სახე ექნება, მანამდე შევუდგეთ საღდგომო პასკის გალამაზებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თქვენს მიერ გამომწვარი თუ ნაყიდი პასკა, თქვენ შეგიძლიათ ტკბილეულით, ფერადი და ლამაზი ტკბილეულით მას განსაკუთრებული სახე მისცეთ და ამით უფრო ხალისიანი და სადღესასწაულო გახადოთ თქვენი საღდგომო სუფრა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შაქრისგან დამზადებული დეტალები, რომელიც შეგვიძლია მოვაყაროთ. გვაქვს ასევე შოკოლადის მარწყვები დაუშვათ. გვაქვს ვაფლის მოსაყრელები, რომლითაც შეგვიძლია მწვანე მინდვრის ეფექტი შევქმნათ. გვაქვს შოკოლადის გრანულები და გვაქვს ასე ვთქვათ ცოცხალი ანისი და დარიჩინი. დათო, შენი პასკა უკვე მომზადებულია მოსართავად, ახლა ჩემი პასკა უნდა მოვამზადოთ, რომელსაც დავფარავთ კრემით, ხო? მოხარშული ნაღების კრემით. შეიძლება განახო როგორ უნდა დაიჭირო პირველად ტომარა. სავსე კრემით. მარჯვენა ხელი მოათავსე, მარცხენა. ეს.
ვიწყებ. ცუდი არ არის, მე უარეს ველოდი. დარიჩინის ქერქს მე ეს გამოვიყენებ. ესე დავამაგრებ, ხო? ანისაც გვერდით მივუდებ. დიახ და გამოვიყენოთ ეს პატარა ბურთულები ვერცხლისფერი, რომელიც შეგვიძლია გავფანტოთ, ხო, პასკის ზედაპირზე. და ბოლო შტრიხი შოკოლადის გრანულებს მოვაყრი ზემოდან. ჩემი პასკა მზადაა. ახლა უკვე დათო გვასწავლის, როგორ შეიძლება მარტივად სახლის პირობებში გავალამაზოთ პასკა შაქრის დეკორატიული ნივთებით, ხო? და ვარდისფრად შეფერილი პასკა უკვე მზად გვაქვს და დათო მე უნდა შენ შემოგთავაზო, რომ 2 პეპელა მოვათავსოთ ჩვენს პასკაზე. პასკა უკვე მზად არის და ახლა კი ვუბრუნდებით ჩვენს მთავარ საიდუმლოს შოკოლადის საღდგომო კვერცხს, რომელიც უკვე გაცივდა და ახლა ვნახავთ როგორ გამოიყურება, ისე როგორ მივცემთ მას დასრულებულ სახეს. ყალიბიდან ამოღებულ კვერცხის 2 ნაწილს ვაერთებთ. როგორ ვაერთიანებთ? ვაერთიანებთ ისევ შოკოლადის დახმარებით, რომელიც არის გამნარი და მოთავსებული არის ამ ქაღალდის სექტორით. მოსესხამში. და შემდეგ მეორე ნაწილს მოვათავსებთ ზედვე. დავიცადოთ, რომ სწორად. ზუსტად დავიცვათ სიმეტრია. და კულმინაციური მომენტი თეთრ შოკოლადს ვასხავთ შავი შოკოლადისგან მომზადებულ კვერცხზე. და ჩვენი შოკოლადის ბურთებით შეგვიძლია გავაფორმოთ. გონი იდეალურად გამოგვივიდა ყველაფერი და რაც მთავარია მარტივად. ვაჩვენეთ მაყურებელს თუ როგორ შეიძლება ძალიან მარტივად სახლის პირობებშიც სხვადასხვა დეტალებით გაალამაზოთ პასკა და მოამზადოთ უგემრიელესი შოკოლადის კვერცხი და დღესასწაული კიდევ უფრო დიდ დღესასწაულად აქციათ.